შამანიზმი არის ერთ-ერთი უძველესი სულიერი პრაქტიკა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ფესვები ვრცელდება ადამიანის ცნობიერების გარეჟრაჟამდე. მისი განვითარება 1000 წლეულებს მოიცავს და კვეთს კონტინენტებს. ადაპტირდება და ვითარდება სხვადასხვა კულტურებთან და ცივილიზაციებთან გადაკვეთისას. ანუ რომ თქვა, შამანიზმი როგორც რელიგიურ სულიერი მიმდინარეობა, ერთ რომელიმე კულტურას ან ცივილიზაციას ეკუთვნოდეს, ასე ვერ გამოვა. სხვადასხვა ფორმირებითა თუ შინაარსით შამანი ჰყავდა და დღესაც ჰყავს სხვათა შორის ყველა კულტურასა თუ ცივილიზაციას. მაინც რა არის შამანიზმი? რელიგია თუ უფრო მეტი რელიგიური საწყისებით. კოდის ამ ეპიზოდში ვსაუბრობ დეტალურ აღწერაზე შამანიზმის ისტორიისა და განვითარების შესახებ, მისი წარმოშობიდან. პირველი საკითხი იქნება შამანიზმის პრეისტორიული წარმოშობა პალეოლითის დასაწყისის პერიოდში, რომელიც მოიცავს დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 30,000-10,000 წლებს. შამანიზმი სავარაუდოდ წარმოიშვა ზემო პალეოლითის პერიოდში, იმ დროს, როდესაც ადრეულმა ადამიანებმა დაიწყეს ხელოვნების შექმნა, რთული რიტუალები და სულიერი რწმენის ჩამოყალიბება. ამ ეპოქის შამანური პრაქტიკის მტკიცებულება გვხვდება მღვიმეების ნახატებში, კლდეში და სამარხებში, ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით. ეს ადრეული გამოსახულებები ხშირად მოიცავს ცხოველების, ჰიბრიდული არსებებისა და ფიგურების სურათებს ტრანსის მსგავს პოზებში, რაც მიუთითებს კავშირზე ადამიანებსა და სულიერ სამყაროს შორის. შამანური ხელოვნება გამოქვაბულის ნახატები ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლასკო საფრანგეთში და ალტამირა ესპანეთში ყველაზე ცნობილი მაგალითია. ითვლება, რომ ეს სურათები წარმოადგენს შამანურ ხილვებს ან რიტუალებს, სადაც შამანები შედიოდნენ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებში, რათა დაუკავშირდნენ სულებს, ხშირად ცხოველების სახით. ჰიბრიდული არსებების, ნაწილობრივ ადამიანის და ნაწილობრივ ცხოველის, მიუთითებს შამანის როლზე შუამავლობაში ადამიანსა და ცხოველთა სამყაროებს შორის, რაც ადრეული შამანური რწმენის მთავარი ასპექტია. დაკრძალვის ადგილები და რიტუალური საგნები. ამ პერიოდის სამარხი ადგილების არქეოლოგიური აღმოჩენები ხშირად მოიცავს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ცხოველების ძვლები, რქები, ბუმბული და ქვები, რომლებიც სავარაუდოდ რიტუალური მნიშვნელობის მქონია. ეს ნივთები სავარაუდოდ შამანისთვის იარაღები ან სიმბოლოები იყო, რომლებიც გამოიყენებოდა ცერემონიებში, სულების გამოსაძახებლად, განკურნების შესასრულებლად ან წარმატებული ნადირობის უზრუნველსაყოფად. რიტუალური მნიშვნელობა. ამ ობიექტების არსებობა საფლავებში ვარაუდობს, რომ გარკვეულ ინდივიდებს განსაკუთრებული სულიერი როლები ეკავათ თავიანთ თემებში, შესაძლოა როგორც შამანების. ამ ნივთების ფრთხილად განთავსება გარდაცვლილის გვერდით მიუთითებს შამანის სულიერი ძალის გავლენის მუდმივ ზეგავლენაზე სიკვდილის შემდეგაც, რაც ასახავს ადრეულ იდეებს შემდგომი ცხოვრების შესახებ და ცოცხალ და სულიერ სფეროებს შორის არსებულ კავშირს. შამანიზმი ძველ კულტურებში. მეორე საკითხია შამანიზმის აღმოცენება და გავრცელება ძველ კულტურებში. ახლა მოკლედ ჩამოვთვლი მის გავრცელებას. შამანიზმი გავრცელდა ციმბირის მიმდებარედ, ძველ ჩინეთსა და მონღოლეთში, ინდიელებში, მესოამერიკაში, აფრიკაში, კლასიკურ ანტიკურ ცივილიზაციებში. მოკლედ დავახასიათებ თითოეულ მათგანს. ციმბირული შამანიზმი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 10,000 წლამდე და დღემდე. ციმბირის ფესვები. ციმბირი ხშირად განიხილება შამანიზმის კერად. თავად ტერმინი შამანი მომდინარეობს ტუნგუსური სიტყვიდან შამან, რაც ნიშნავს ვინც იცის, ან ის, ვინც აღზრდილია. შამანიზმი ამ რეგიონში ათასობით წლით თარიღდება და დღემდე შემორჩენილია, მიუხედავად მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური ცვლილებებისა. შამანური პრაქტიკა. ციმბირული შამანები ცნობილია თავიანთი დახვეწილი რიტუალებით, რომლებიც ხშირად მოიცავს დრამის დარტყმას, გალობას და ცეკვას, რათა გამოიწვიონ ტრანს მდგომარეობა.
ეს ტრანსები შამანებს საშუალებას აძლევს იმოგზაურონ სხვა სამყაროებში, სადაც ისინი დაუკავშირდნენ სულებს, წინაპრებს და ცხოველ მეგზურებს, რათა მიიღონ ცოდნა, განახორციელონ განკურნება და დაიცვან თავიანთი საზოგადოება. წმინდა საგნების გამოყენება, როგორიცაა დოლები, ამულეტები და საზეიმო კოსტიუმები, მათი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. შამანიზმი ძველ ჩინეთსა და მონღოლეთში. ძველი ჩინური შამანიზმი. ძველ ჩინეთში შამანური პრაქტიკა იყო ადრეული რელიგიური და სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ჩინური სიტყვა ვუ აღნიშნავს შამანებს, რომლებიც შუამავლებად მოქმედებდნენ ადამიანურ სამყაროსა და ღვთაებას შორის. ეს შამანები ასრულებდნენ რიტუალებს სულებთან კომუნიკაციისთვის, კარგი მომავლის უზრუნველსაყოფად და ცასა და დედამიწას შორის ჰარმონიის შესანარჩუნებლად. დროთა განმავლობაში ამ პრაქტიკამ გავლენა მოახდინა ტაოიზმის, დაოსიზმის განვითარებაზე, განსაკუთრებით მის აქცენტზე ბუნებრივ ჰარმონიასა და სულიერ უკვდავებაზე. მონღოლური შამანიზმი ჭიდროდ დაკავშირებულია ციმბირის პრაქტიკასთან. მონღოლური შამანიზმი მოიცავს რიტუალებს, რომლებიც ორიენტირებულია ბუნების, სულების, წინაპრებისა და ცის ღმერთების თაყვანისცემაზე. მონღოლი შამანები, ისევე როგორც მათი ციმბირული კოლეგები, იყენებენ დასარტყამს, გალობას და ექსტაზურ ცეკვას, რათა შევიდნენ შეცვლილ მდგომარეობებში და შეასრულონ თავიანთი სულიერი მოვალეობები. შამანური პრაქტიკა მონღოლეთში შენარჩუნდა საუკუნეების განმავლობაში. ადაპტირდა ბუდიზმისა და სხვა რელიგიების გავლენებთან და მათი ძირითადი სულიერი ტრადიციების შენარჩუნებით. ძირძველ ინდიელთა შამანიზმი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შამანიზმი. შამანიზმი ფართოდ იყო გავრცელებული ძირძველ კულტურებში, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკაში. ამ საზოგადოებებში შამანები მკურნალობდნენ, სულიერ ლიდერებად და ტრადიციული ცოდნის მცველებად ითვლებოდნენ. პრაქტიკა ფართოდ განსხვავდებოდა სხვადასხვა ტომებსა და რეგიონებს შორის, მაგრამ საერთო ელემენტები მოიცავდა წმინდა მცენარეების გამოყენებას, დრამის დარტყმას და ცხოველთა სულების მოწოდებას. მესოამერიკული შამანიზმი. მესოამერიკაში ისეთ ცივილიზაციებს, როგორიცაა მაია და აცტეკები, ჰქონდათ უაღრესად განვითარებული შამანური ტრადიციები. შამანები, რომლებსაც ხშირად დღის მცველებს უწოდებენ, ცენტრალურ როლს ასრულებდნენ რელიგიურ და სოციალურ ცხოვრებაში. იყენებდნენ თავიანთ ცოდნას ასტრონომიის, კალენდრისა და ბუნებრივი სამყაროს შესახებ, თავიანთი თემების ხელმძღვანელობისთვის. რიტუალები ხშირად მოიცავდა დახვეწილ ცერემონიებს, მათ შორის შესაწირს, გალობას და ჰალუცინოგენური ნივთიერებების გამოყენებას, როგორიცაა პეიოტი და ფსილოციბინის სოკო. Ato no ma ato no ma ma he no ma he no ma he no ma he აფრიკული შამანიზმი. შამანური პრაქტიკა გვხვდება აფრიკის კონტინენტზე. ვარიაციები დამოკიდებულია რეგიონსა და კულტურაზე. სამხრეთ აფრიკაში, მაგალითად სანგომა, ტრადიციული მკურნალი, აერთიანებს სულიერ რიტუალებს მცენარეულ მედიცინასთან, რათა განკურნოს ფიზიკური და სულიერი დაავადებები. დასავლეთ აფრიკაში ბაბალავოები მსახურობენ როგორც მკითხავები და სულიერი მრჩევლები, რომლებიც იყენებენ მეთოდებს, როგორიცაა ძვლების ჩამოსხმა სულების სამყაროსთან კომუნიკაციისთვის. რიტუალი და განკურნება.
აფრიკელი შამანები განსაკუთრებით ცნობილია მათი სამკურნალო პრაქტიკით, რომელიც აერთიანებს სულიერ რიტუალებს, სამკურნალო მცენარეების ღრმა გაგებასთან. კითხაობა ასევე არის აფრიკული შამანიზმის მთავარი ასპექტი, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების ან უბედურების სულიერ მიზეზებს. ეს პრაქტიკა გრძელდებოდა 1000 წლეულების განმავლობაში, მიუხედავად სხვა რელიგიებისა და კოლონიალიზმის გავლენისა. შამანიზმი ისტორიულ ცივილიზაციებში. კლასიკური ანტიკურობა. შამანური ელემენტები ძველ საბერძნეთსა და რომში. იმის მიუხედავად, რომ შამანიზმი ჩვეულებრივ ასოცირდება ძირძველ და ტომობრივ საზოგადოებებთან, შამანური პრაქტიკის ელემენტები გვხვდება ძველ საბერძნეთსა და რომში. ორაკულების გამოყენება, როგორიცაა დელფის ორაკული, სადაც მღვდლები შედიოდნენ ტრანს მდგომარეობაში, წინასწარმეტყველებების გადმოსაცემად, იზიარებს მსგავსებას შამანურ პრაქტიკასთან. ეს რიტუალები მოიცავდა შეცვლილ მდგომარეობებში შესვლას, ღვთაებრივთან კომუნიკაციისა და მომავლის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. მისტერიული რელიგიები. ძველი ხმელთაშუა ზღვის საიდუმლო რელიგიები, როგორიცაა ელევსინური მისტერიები, მოიცავდა ინიციატორულ რიტუალებს და ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს, რომლებიც წააგავს შამანურ ინიციაციის რიტუალებს. ეს პრაქტიკა მიზნად ისახავდა პიროვნულ ტრანსფორმაციას და სულიერ განმანათებლობას, ხშირად ფარული რიტუალების მეშვეობით, რომლებიც აკავშირებდნენ ინიციატორს ღვთაებრივთან. სხვათა შორის არსებობს შამანური დაავადებაც. ეს არის კონცეფცია, რომელიც გვხვდება მრავალ ტრადიციულ და ადგილობრივ კულტურაში, მთელ მსოფლიოში. ეს არ არის დაავადება, ჩვეულებრივი გაგებით, არამედ ტრანსფორმაციული გამოცდილება, რომელიც მომავალმა შამანმა უნდა განიცადოს. ეს პროცესი ხშირად განიხილება როგორც სულიერი ინიციაცია, რომლის დროსაც ინდივიდი შეირჩება სულების ან საზოგადოების მიერ შამანად გახდომისთვის. დაავადება მოიცავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი გამოწვევების სერიას, რომელიც ინდივიდმა უნდა გადალახოს შამანური უნარების მისაღებად. ამ ტრადიციაში ეს ასევე ცნობილია როგორც სულის დაკარგვა. იუნგსაც კი აქვს განხილული ეს კონცეფცია. ვისაუბროთ ამ დაავადებაზე. სიმპტომები და გამოცდილებები. ფიზიკური სიმპტომები. ინდივიდს შეიძლება გამოუვლინდეს მძიმე ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა აუხსნელი ტკივილი, სიცხე, კრუნჩხვები და სისუსტე. ეს სიმპტომები ხშირად არ ექვემდებარება ჩვეულებრივ სამედიცინო მკურნალობას და ითვლება, რომ პიროვნება სულების მიერ არის გამოძახებული. ფსიქოლოგიური სტრესი. მომავალი შამანი შეიძლება განიცდიდეს ინტენსიურ ფსიქოლოგიურ გამოცდილებებს, როგორიცაა ხილვები, ჰალუცინაციები და სულებთან შეხვედრები. ეს გამოცდილებები ხშირად საშიში და დამაბნეველია, რადგან ინდივიდი ეჯახება არაამქვეყნიურს და უცნაურს. აქვს ასევე ისეთი ჰალუცინაციები, როგორიცაა წარმოდგენა, რომ ზეცაში უნდა ჩავარდეს ან მიწაში. სულიერი კრიზისი. შამანური დაავადებების ბირთვი წარმოადგენს ღრმა სულიერ კრიზისს. ინდივიდს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ იგი გამოთიშულია მატერიალური სამყაროსგან, დაკარგოს იდენტობა ან იგრძნოს, რომ გაიგლიჯება სულიერი ძალების მიერ. ეს კრიზისი აუცილებელია ძველი საკუთარი თავის დასაშლელად და ახალი შამანური იდენტობის გამოსაჩენად. კულტურული ინტერპრეტაციები. სულების გამოძახება. ბევრ კულტურაში შამანური დაავადება განიმარტება როგორც სულების გამოძახება. სულები ირჩევენ პიროვნებას, რომ გახდეს შამანი და დაავადება არის ინიციაციის პროცესი, რომლის მეშვეობითაც არჩეულმა უნდა გაიაროს. მიაჩნიათ, რომ ამ დაავადების მეშვეობით სულები შამანს გადასცემენ ძალას და ცოდნას. სიკვდილი და აღდგომა. დაავადება ხშირად განიხილება როგორც სიმბოლური სიკვდილი და აღდგომა. ინდივიდი სიმბოლურად უნდა მოკვდეს თავისი ძველი იდენტობით და აღდგეს როგორც შამანი, ახალი სულიერი ხედვებით და სამკურნალო უნარებით. ეს აღდგომა აუცილებელია, რათა პიროვნებამ შეძლოს სულიერ სამყაროებში შეღწევა და განკურნებისთვის საჭირო ცოდნის მიღება. სულების მიერ სწავლება. შამანური დაავადების დროს ინდივიდს შესაძლოა სულები ან წინაპართა შამანები ასწავლიდნენ სულიერ სამყაროებში. ეს სწავლება შეიძლება მოიცავდეს სამკურნალო პრაქტიკების, წმინდა რიტუალების და სულიერი სამყაროს მართვის უნარების ათვისებას.
ამ დროს მიღებული ცოდნა აუცილებელია პიროვნების მომავალი შამანური როლისთვის. გამოჯანმრთელება და შამანად გახდომა. გამოჯანმრთელების პროცესი. შამანური დაავადება ხშირად სრულდება გამოჯანმრთელების პროცესით, რომლის დროსაც ინდივიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომებისგან თავისუფლდება. ეს გამოჯანმრთელება ითვლება როგორც ნიშანი იმისა, რომ პიროვნებამ წარმატებით გაიარა ინიციაცია და მზად არის შამანის როლის ასაღებად. საზოგადოების აღიარება. დაავადების გავლის შემდეგ ინდივიდს ხშირად საზოგადოება აღიარებს, როგორც შამანს. ეს აღიარება აუცილებელია პროცესის სრულყოფისთვის, რადგან ის ადასტურებს პიროვნების ახალ როლს და პასუხისმგებლობებს საზოგადოებაში. სულებთან მუდმივი კავშირი. გამოჯანმრთელების შემდეგ ახალი შამანი ხშირად ინარჩუნებს მუდმივ კავშირს სულებთან, რომლებმაც ის ინიციაციაში ჩართეს. ამ სულებმა შეიძლება განაგრძონ შამანის გაზღოვნა და დახმარება მის სამკურნალო საქმიანობაში და სულიერ პრაქტიკებში. მაგალითები ლიტერატურასა და კვლევებში. მრავალი ანთროპოლოგი და ფსიქოლოგი აღწერს შამანური დაავადების შემთხვევებს სხვადასხვა კულტურაში, რომლებიც გვთავაზობენ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ აღიქმება და მართულდება ეს გამოცდილებები. მაგალითად, მირშია ელიადეს ნაშრომები შამანიზმზე, განსაკუთრებით შამანიზმი, ექსტაზის არქაული ტექნიკები, განიხილავს შამანური დაავადების და ინიციაციის სხვადასხვა ასპექტებს. შამანიზმი და ანიმიზმი. შამანიზმი და ანიმიზმი ჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ანიმიზმი ხშირად აყალიბებს რწმენის ფუნდამენტურ სისტემას, რომელზედაც აგებულია შამანური პრაქტიკა. აქ იგულისხმება მათი ურთიერთობის შესწავლა. ანიმიზმი არის რწმენა იმისა, რომ ყველა ნივთს, ცოცხალსა თუ არაცოცხალს, აქვს სულიერი არსი ან სული. ეს მოიცავს არამხოლოდ ცხოველებს და ადამიანებს, არამედ მცენარეებს, კლდეებს, მდინარეებს, მთებს და ამინდის მოვლენებსაც კი. ანიმისტურ მსოფლმხედველობაში ბუნებრივი სამყაროს ყველა ელემენტი გაჟღენთილია სიცოცხლითა და ცნობიერებით და ეს სულები ურთიერთდაკავშირებულია. სულიერი ურთიერთკავშირი. ანიმიზმი ამტკიცებს, რომ სულიერი სამყარო არ არის გამოყოფილი ფიზიკური სამყაროსგან, მაგრამ ღრმად არის ინტეგრირებული მასში. ეს ურთიერთდაკავშირება ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო დიდი სულიერი ეკოსისტემის ნაწილია, სადაც ბუნების სულებთან ჰარმონიის შენარჩუნება გადამწყვეტია ინდივიდებისა და თემების კეთილდღეობისთვის. ანიმიზმი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი რწმენის სისტემაა, რომელიც ორგანიზებულ რელიგიებს უსწრებს. ის გვხვდება ძირძველ კულტურებში მთელს მსოფლიოში, ამერიკიდან აფრიკამდე, აზიასა და ავსტრალიაში. ანიმიზმის უნივერსალურობა ვარაუდობს, რომ ის არის ადრეული ადამიანის სულიერების ფუნდამენტური ასპექტი, რომელიც სავარაუდოდ წარმოიქმნება კაცობრიობის მჭიდრო ურთიერთობიდან ბუნებასთან და გარემოსთან. ანიმიზმის როლი შამანიზმში. შამანიზმი ღრმად არის ფესვგადგმული ანიმისტურ მსოფლმხედველობაში. შამანები მოქმედებენ სულიერ ლანდშაფტში, სადაც ყველაფერი ცოცხალია და ფლობს სულს. ეს რწმენა საბუთლად უდევს შამანის როლს, როგორც შუამავლის როლს ადამიანურ სამყაროსა და სულიერ სამყაროს შორის, სადაც ისინი ურთიერთობენ ცხოველების, მცენარეების, წინაპრებისა და ბუნებრივი ძალების სულებთან. შამანიზმში სულები ხშირად ასოცირდება ბუნების სპეციფიკურ ელემენტებთან, როგორიცაა ხეები, მდინარეები, მთები და ცხოველები. შამანები თვლიან, რომ ამ სულებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ფიზიკურ სამყაროზე, რაც გავლენას მოახდენს შემდგომ ყველაფერზე, ამიდის სქემებიდან ინდივიდების ჯანმრთელობამდე. ამ სულებთან ჩართვით რიტუალების, შეთავაზებებისა და კომუნიკაციის საშუალებით, შამანები ცდილობენ შეინარჩუნონ წონასწორობა და ჰარმონია ბუნებრივ სამყაროსთან. შამანის ერთ-ერთი მთავარი როლი არის ბუნების სულებთან ურთიერთობა. ეს კომუნიკაცია ჩვეულებრივ ტარდება ტრანს მდგომარეობაში, სადაც შამანი მიემგზავრება სულების სამყაროში.
ხელმძღვანელობის, განკურნების ან ცოდნის საძიებლად. მაგალითად, შამანმა შეიძლება ისაუბროს მდინარის სულით, რათა უზრუნველყოს კარგი თევზაობის სეზონი ან გვალვის მოსაგვარებლად. ბევრ შამანურ ტრადიციაში მიჩნეულია, რომ დაავადება გამოწვეულია დისბალანსით ან დარღვევით ადამიანებსა და სულიერ სამყაროს შორის ურთიერთობაში. შამანები ანიმიზმის გაგებას იყენებენ ავადმყოფობის სულიერი მიზეზის დასადგენად, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ბუნების სულის უკმაყოფილებასთან ან სულიერი ენერგიის ნაკადის დარღვევასთან. კაცობრიობის ისტორიის პირველივე დღეებიდან ცხოველებს ადამიანთა კულტურაში ღრმა და მრავალმხრივი მნიშვნელობა ჰქონდათ. ისინი უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე უბრალოდ თანამგზავრები, საკვების წყაროები ან შრომის იარაღები. ცხოველები კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერების მძლავრ სიმბოლოებად მსახურობდნენ, რომლებიც განასახიერებენ რთულ იდეებს, ემოციებს და სულიერ რწმენას. კულტურებსა და ეპოქაში ცხოველებს პატივს სცემდნენ, ეშინოდათ და თაყვანს სცემდნენ, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ მითოლოგიაში, რელიგიურ რიტუალებში და მხატვრულ გამონათქვამებში. ძველ საზოგადოებებში ცხოველები ხშირად განიხილებოდნენ როგორც შუამავლები ადამიანურ სამყაროსა და ღვთაებრივს შორის. ფლობდნენ თვისებებსა და ძალებს, რომლებიც მათ სულიერ სფეროსთან აკავშირებდათ. ლომი მაგალითად არ იყო მხოლოდ მტაცებელი, არამედ მეფობისა და ღვთაებრივი ავტორიტეტის სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს ძალასა და დაცვას კულტურებში, დაწყებული ძველი ეგვიპტიდან შუა საუკუნეების ევროპამდე. ანალოგიურად გველი იყო სიცოცხლისა და სიკვდილის, სიბრძნისა და მოტყუების ორმაგი სიმბოლო, რაც ასახავს იმ ამბივალენტურობას, რომლითაც მრავალი უძველესი კულტურა უყურებდა ბუნების ძალებს. ცხოველები ასევე იყვნენ ადამიანური საცნობებისა და მანკიერებების ემბლემა, მათი ქცევები და მახასიათებლები, რომლებიც სწავლობდნენ ზნეობასა და ადამიანურ მდგომარეობას. ძაღლის ერთგულება, კატის დამოუკიდებლობა და მელას ეშმაკობა ადამიანური თვისებების მეტაფორებად იქცა, რაც ხელმძღვანელობდა ადამიანებს საკუთარი თავის და მათ გარშემო სამყაროს გაგებაში. ცხოველების ეს სიმბოლური როლები ხშირად კოდიფიცირებული იყო მითებში, იგავ არაკებში და რელიგიურ ტექსტებში, სადაც ისინი იღებდნენ უფრო დიდ პერსონებს, რომლების გავლენას ახდენდნენ მთელი ცივილიზაციების ღირებულებებსა და რწმენაზე. ცხოველების უძველესი და სიმბოლური როლები არ არის წარსულის რელიქვიები. ისინი აგრძელებენ რეზონანსს თანამედროვე კულტურაში, სადაც ისინი ჯერ კიდევ აცნობენ ჩვენს ენას, ლიტერატურას და ადამიანის ბუნების, ჩვენს ფსიქოლოგიურ გაგებას. ამ როლების შესწავლით ჩვენ ვიგებთ ღრმა კავშირებს ადამიანებსა და ბუნებრივ სამყაროს შორის და როგორ ჩამოაყალიბა ამ კავშირებმა ჩვენი ისტორია, სულიერება და სამყაროს გაგება. ადამიანის ცნობიერების ჩასახვა პრეისტორიულ პერიოდში ვლინდება, მათ ხელოვნების ადრეულ ფორმებში, ცხოველების გამოქვაბულის ნახატებში. ეს ნახატები, რომლებიც ხშირად იქმნებოდა ბნელ და რთულ პირობებში, განიხილება როგორც სამყაროში არსებებზე სახელების დარქმევისა და მათი გაგების სიმბოლური აქტები. ისევე როგორც ეს ადამიანმა გააკეთა ედემის ბაღში. ცხოველების დასახელებისა და გამოსახვის ეს აქტი ხაზს უსვამს ადამიანებში არსებულ ღრმა აუცილებლობას, დაამყარონ კავშირი ბუნებრივ სამყაროსთან და დაამტკიცონ საკუთარი ბატონობა მასზე. ცხოველთა ოსტატის უძველესი მოტივი განასახიერებს ბუნებაზე ადამიანის ბატონობის ამ თემას. სხვადასხვა კულტურაში ეს მოტივი ხშირად ასახავს ადამიანის ფიგურას, რომელიც ითვინიერებს ან აკონტროლებს გარკვეულ ცხოველებს, რაც სიმბოლოა ადამიანის შესაძლებლობის დაწესების მიზნით ბუნებრივ სამყაროში. ეს იდეას ეხმიანება ბევრ მითოლოგიასა და რელიგიას ტრადიციაში, სადაც ცხოველები არა მხოლოდ დომინანტური არსებები არიან, არამედ უფრო ღრმა, ხშირად ღვთაებრივი ძალების სიმბოლოები. მაგალითად, შუა საუკუნეებში პოპულარული იყო ბესტიარები, ცხოველების კომპენდიუმები, როგორც რეალური, ისე მითიური. ეს წიგნები არა მხოლოდ აღწერდნენ ცხოველებს, არამედ მათ სიმბოლურ მნიშვნელობებს აძლევდნენ ქრისტიანულ კონტექსტშიც. მაგალითად, ვარხვი განიხილებოდა როგორც თავგანწირვის სიმბოლო, რომელიც ასახავს ქრისტიანულ იდეალს, საკუთარი თავის გაცემას სხვისთვის. ხოლო ეს ასოციაცია არის უძველესი ლეგენდის გამო, რომელიც პოპულარული გახდა შუა საუკუნეების სიმბოლიკაში. ეს ლეგენდა, რომელიც ცნობილია როგორც ვარხვი თავის ღვთისმოსაობაში, მოგვითხრობს დედა ვარხვზე, რომელიც შიმშილის დროს, ან როცა მის წიწილებს შიმშილის საფრთხე ემუქრება, ნისკარტით საკუთარ მკერდს იზიწყნის, რათა მისი სისხლით ისინი გამოგვებოს. ითვლებოდა, რომ თავგანწირვის ეს ქმედება აცოცხლებდა მის მომაკვდავ წიწილებს. ვარხვის ეს მძლავრი გამოსახულება, რომელიც შვილებს
საკუთარი სისხლით კვებავს ღრმად ჟღერდა ქრისტიანულ თეოლოგიასა და იკონოგრაფიაში, სადაც იგი მიღებული იქნა ჯვარზე ქრისტეს მსხვერპლშეწირვის სიმბოლოდ. შუა საუკუნეების ბესტიარიებში, ცხოველების შესახებ აღწერილობებისა და მორალური ალეგორიების კრებულებში ვარხს ხშირად ასახავდნენ ამ მოცემულობას, მის მიერ გამოკვების ქმედებას და უკავშირებდნენ ქრისტიანულ სწავლებებს მსხვერპლშეწირვისა და გამოსყიდვის შესახებ. ბუნებრივ სამყაროში ფიზიკური ყოფნის გარდა ცხოველები დიდი ხანია გამსჭოლნი იყვნენ ღრმა ფსიქოლოგიური და სულიერი მნიშვნელობით, რაც სარკის მდგომარეობას ემსახურება ადამიანის სულს და შუამავლებს ამ ქვეყნიურსა და ღვთაებრივ შორის. კულტურებსა და დროში ცხოველები განასახიერებდნენ უხილავ ძალებს, რომლებიც მართავენ როგორც კოსმოსს, ასევე ადამიანის ფსიქიკას. განასახიერებენ პირველყოფილ ინსტინქტებს, არაცნობიერ სურვილებსა და სულიერ ჭეშმარიტებებს, რომლებიც ცენტრალურია ადამიანის გამოცდილებისთვის. სხვადასხვა რელიგიასა და სულიერ ტრადიციებში ცხოველები განიხილება როგორც წმინდა არსებები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კავშირი ღვთაებრივთან. ისინი ხშირად განიხილება როგორც გადამტანები ან სულიერი ჭეშმარიტების განსახიერებები, რომლებიც ახდენენ ხიდის განსახიერებას ადამიანის სამყაროსა და ღმერთების სამეფოს შორის. ეს რწმენა საფუძვლად უდევს იმ აზრს, რომ ცხოველები მათი ინსტინქტებისა და ბუნებრივი ქცების ძალით უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული ბუნების რიტმებთან და კანონებთან და შესაბამისად სამყაროს ღვთაებრივ წესრიგთან. მაგალითად, ინდიელთა სულიერებაში ცხოველები განიხილება ტოტემურ არსებებად, სულიერ არსებებად, რომლებიც ემსახურებიან როგორც მფარველებს და მეგზურებს, ცალკეულ პირებს ან თემებს. თითოეული ცხოველის ტოტემი ატარებს სპეციფიკურ თვისებებსა და გაკვეთილებს, რაც ადამიანებს ეხმარება ცხოვრებისა და სულიერი მოგზაურობის ნავიგაციაში. არწივი თავისი მფრინავი ფრენითა და მკვეთრი ხედვით ხშირად ასოცირდება სულიერ გამჭრიახობასთან და უფრო დიდი სურათის დანახვის უნართან, ხოლო დათვი სიმბოლურად გამოხატავს ძალას, ინტროსპექციას და განკურნების უნარს. ინდუიზმში მრავალი ღვთაება ასოცირდება კონკრეტულ ცხოველებთან, რომლებიც ემსახურებიან მათ ვაჰანას ან ტრანსპორტს. ეს ცხოველები არ არის მხოლოდ სიმბოლური, არამედ ითვლება ღვთაების ძალაუფლებისა და სამყაროში ყოფნის გაგრძელებად. მაგალითად, განეშა, სიბრძნის სპილოსთავიანი ღმერთი და დაბრკოლებების მოცილება, რაც სიმბოლოა უმცირესი გამოწვევების გადალახვის უნართან. შივა, გამონადგურებელი და ტრანსფორმატორი, ხშირად გამოსახულია ხარზე ამხედრებული, რაც წარმოადგენს ძლიერ, დაუოკებელ ენერგიას, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული სულიერი ტრანსფორმაციის პროცესში. ცხოველები ასევე ცენტრალურ ადგილს იკავებს შამანურ ტრადიციებში, სადაც ისინი განიხილება როგორც სულიერი მოკავშირეები, რომლებიც ეხმარებიან შამანს ფიზიკურ და სულიერ სამყაროებს შორის მოგზაურობაში. ეს სულიერი ცხოველები, ანუ ძალოვანი ცხოველები, უზრუნველყოფენ ხელმძღვანელობას, დაცვას და სიბრძნეს. ეხმარებიან შამანს განკურნოს საკუთარი თავი და სხვები. შამანის უნარი ამ ცხოველებთან კომუნიკაციისთვის ასახავს ღრმა სულიერ კავშირს ბუნებრივ სამყაროსთან და მთელი ცხოვრების ურთიერთდაკავშირების გაგებას. ნამდვილ, ინიცირებულ შამანს აქვს ასევე უნარი გარდაიქმნას სხვადასხვა ცხოველად. ისევე როგორც მაგს აქვს უნარი და მეთოდი მიითვისოს, შეითავსოს სხვადასხვა ღვთაების ხატსახეები. ცხოველების ფსიქოლოგიური და სულიერი მნიშვნელობა ასევე მდგომარეობს მათ როლში, როგორც სარკეები ადამიანის სულისთვის. ისტორიის მანძილზე ადამიანები საკუთარ თვისებებს, სათნოებებსა და მანკიერებებს პროექცირებდნენ ცხოველებზე. იყენებდნენ მათ სიმბოლოებად ადამიანის ბუნების სირთულის შესასწავლად და გასაგებად. ეს პროექცია აშკარაა იმით, თუ როგორ ხდება ცხოველების ანთროპომორფიზაცია მითებში, ზღაპრებსა და ლიტერატურაში, სადაც ისინი ხშირად იღებენ ადამიანურ თვისებებსა და ქცევას, მორალური გაკვეთილების გადმოსაცემად, ან ფსიქოლოგიური თემების შესასწავლად. მაგალითად, ეზოპეს იგავარაკებში ცხოველები გამოიყენება ადამიანის სათნოებებისა და ხარვეზების საილუსტრაციოდ. მელა ხშირად გამოსახულია როგორც მზაკვარი და მატყუარა, ხოლო ლომი წარმოადგენს ძალასა და კეთილშობილებას. ეს ცხოველური პერსონაჟები ემსახურება როგორც ადამიანის ქცევის ალეგორიებს,
გვთავაზობს შეხედულებებს ქმედებების შედეგებზე და მორალურ არჩევანზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. ამ ისტორიებში ცხოველების გამოყენება ასახავს ღრმა რწმენას, რომ ცხოველების ქცევის გაგებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საკუთარი თავის უკეთ გაგება. რადგანაც შამანიზმი საკმაოდ ფართო, ფაქტობრივად ამოუწურავი თემაა, უნებრივია ერთი ეპიზოდის პირობებში მეტნაკლებად სრული სურათის დანახვას ვერ მოვახერხებთ. ამიტომ მოდი აქ შევჩერდეთ. ახლა და კოდის მომდევნო ეპიზოდში კვლავ ამ საკითხზე ვისაუბრებ. ამჯერად მეორე ნაწილის განმავლობაში უფრო ფართოდ გავშლი ადამიანის შამანურ კავშირს სამყაროსთან, გარემომცველ ბუნებასთან და კოსმიურ ძალებთან, გნებავთ ღვთაებრივ განგებასთან. ასევე მკაფიოდ დავახასიათებ ცხოველების შამანურ გაგებას. თუ როგორ ახდენდნენ შამანები ცხოველურ სულებთან კავშირებს და რა მსგავსებადებს ადამიანებში ცხოველური მახასიათებლებიდან გამომდინარე, რაზეც ნაწილობრივ უფრო მსუბუქად ამ ეპიზოდშიც ვისაუბრე. მაგალითად კი იგავ არაკები მოვიშვენია. მოკლედ, შამანიზმის მეორე ნაწილში უფრო ფართოდ გავშლი ამ თემას. შენ კი მოიწონე ეს ვიდეო, გამოთქვი შენი მოსაზრება კონტენტთან და თემასთან დაკავშირებით. და რაც მთავარია, გამოიწერე კოდის YouTube არხი. გამოვყევი სხვა პლატფორმებზეც, რათა მეტი სტიმულითა და мотивაციით განვაგრძო ამ საქმის კეთება.